ვისაუბრებთ ორ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე, ეს არის პირველ რიგში კოლხეთი და საქართველო და ამაზე სულხანი საუბრობდა და ძალიან საინტერესო იყო თქვენი პანელი. ერთადერთი ძალიან სამწუხარო იყო, რომ ყველანი იყვნენ იქ დატანილი მედეას გარდა. ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი, იმიტომ რომ მედიას ვფიქრობთ მე და თათა რომ არის ძალიან ესე თქვა მნიშვნელოვანი და ცენტრალური ფიგურა. და რა თქმა უნდა, ანუ ჩვენი აქცენტი დღეს და სალაპარაკო თემა იქნება კოლხეთი და საქართველო როგორც დასავლეთ ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ცხადი არის, რომ ერთმნიშვნელოვნად კოლხეთის როგორც ნაწილი ბერძნული ცივილიზაციისა ამ მითის გამო პოზიციონირდება, იმიტომ რომ ბერძნულ მითოლოგიაში ჩვენ გვაქვს სამი საგმირო ციკლი. პირველი ეს არის ტროას ომი და მასთან დაკავშირებული ციკლი, მეორე არის თებეს ციკლი და მესამე არის სწორედ არგონავტების ლაშქრობის ციკლი. ესე რომ აი ამ სამი საგმირო ციკლიდან ერთში უკვე კოლხეთის როგორც ტოპოსის პოზიციონირება იმთავითვე მეტყველებს იმაზე, რომ ამას წინ უსწრებდა ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კავშირები საბერძნეთსა და საქართველოს აი ამ ნაწილს შორის. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ცხადია მედიაზე როდესაც საუბრობთ, უფრო პოპულარული გახდა ევრიპიდესეული ვერსია მედეასი, მაგრამ ჩვენ გვაქვს იგივე ბერძნულ კულტურაში სხვა ლიტერატურული გადამუშავებაც ამ მითის და ამ შემთხვევაში აპოლონიოს როდოსელის ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის ამ ავტორის მიერ დაწერილი პოემა არგონავტიკა არის ალბათ ის ნიშანდობლივი წყარო, რომელიც სწორედ აი ამ კულტუროლოგიურ, ანთროპოლოგიური კავშირების შესახებ ძალიან მნიშვნელოვან წყაროს გვაძლევს. უპირველეს ყოვლისა, აქ აღწერილია და ისიც ძალიან საინტერესო არის, ესე ვთქვათ, აპოლონიოს როდოსელი მედეას ისტორიის რა ნაწილს გვიყვება? ის გვიყვება არგონავტების ლაშქრობას კოლხეთში და თხრობას ასრულებს ბედნიერი დასასრულით, როდესაც შეყვარებული წყვილი მედეა და იაზონი ელადაში ბრუნდებიან. ანუ შემდგომში ტრაგიკული განვითარება მითის ისტორიის ამას არ აინტერესებს, ხოლო მეორეს მხრივ ევრიპიდე თავის მედეას სწორედ აი ამ ტრაგიკული პიკიდან იწყებს მის თხრობას, ხო? კორინთოში იწყება ევრიპიდეს მედეა და აქ შესაბამისად ეს ტრაგიკული განვითარებების წყებაა მოყოლილი. ესე რომ ესეც ასე ვთქვათ, აი ავტორების მხრიდან სხვადასხვანაირ სელექციას აქვს მითის ნაწილებისას ადგილი, რაც თავისთავად საინტერესო დაკვირვების წყაროა. და აქ აპოლონიოს როდოსელის ამ ვერსიაში ჩვენ ჯერ კიდევ როდესაც არგონავტები გზას არიან დანდგარნი და მიდიან ამ შორეულ მხარეში, კოლხეთში და კითხულობენ გზადაგზა როგორ მივიდნენ იქამდე, ასე ვთქვათ, რასაც მათ კოლხებზე ეუბნებიან, რომ ეს არიან მებრძოლი კოლხები, რომლებიც ცხოვრობენ იქ ზღვის ზემოთ ამ მხარეში და ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ უკვე წარმოვიდგინოთ, რომ სავარაუდოდ ესე ვთქვათ, მათი მსვლელობა სწორედ შავი ზღვის სამხრეთი აკვატორიას მიუყვება და ამასთანავე კოლხეთი დახასიათებულია როგორც მიწა, ესე იგი ეს არის ის, სადაც მიწა და ზღვის უკიდურესი მხარეა. და ამ შემთხვევაში ეს ზღვისა და მიწის უკიდურესი მხარე არის ბერძნული მიწის, ბერძნული კულტურული თვალსაწიერის უკიდურესი მხარე, მაგრამ მაინც მისი კუთვნილი, მაინც მისი განუყოფელი ნაწილი. პერიფერია, მაგრამ ნაწილი, რომლის გარეშეც, ესე ვთქვათ, ეს მთლიანობა მოუაზრებელია, იმიტომ რომ ამ მიწის და ზღვის უკიდურესი მხარის მიღმა უკვე სამყაროს დასასრულია. იმის იქით აღარაფერი აღარ არის. და საინტერესო არის, რომ არა მარტო ბერძენი უყურებს საქართველოს ამგვარად, არამედ ქართველიც ასევე უყურებს საკუთარ თავს და ამას ჩვენ უკვე იოანე საბანიძესთან ვკითხულობთ. აბოთფილელის წამებაში, სადაც საქართველო როგორც ყურეს ამა ქვეყნისასა, ასე არის პოზიციონირებული. ანუ ქართველიც უკვე მერვე საუკუნეში თავის თავს მოიაზრებს როგორც ბერძნულ ქრისტიანული სამყაროს ყურე, პერიფერია, მაგრამ მისი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. და ეს პერიფერია ატარებს ყველა იმ ნიშანს, აუცილებელ ნიშანს, რომელიც მოიპოვება ცენტრში. ამას ჩვენ უკვე გიორგი მერჩულეს ტექსტში ვკითხულობთ, რომ ქართულად ფრიადი ქვეყანაა აღირაცხები, სადაც ქართული თეინთა ჟამი შეიწირვის და წირვაი ყოველი აღესრულების. ხო, ანუ ეს არის იმ ნიშანთვისებების
გამოთვლა, რომლებიც სწორედ მნიშვნელოვანია, რათა იყო აი ამ სივრცის ნაწილი, რასაც ქვია ბერძნულ-ქრისტიანული ცივილიზაციის მატარებელი სივრცე. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტიც, რასაც აპოლონიოს როდოსელის ტექსტში ხვდებით, ეს არის აქცენტი, გამოკვეთილი აქცენტი იმაზე, რომ აიეტი არის ჰელიოსის შვილი. ეს სხვათა შორის ევრიპიდესაც ორჯერ აქვს ნახსენები თავის ტრაგედიაში, მაგრამ აპოლონიოს როდოსელის ტექსტში ჩვენ ხედავთ იმას, რომ ბერძნები არ მოდიან მათთვის უცხო სივრცეში, მოდიან სივრცეში, სადაც ბერძნული ღმერთების პანთეონს ეთაყვანებიან და არა მხოლოდ ეთაყვანებიან, არამედ ეს აიეტი თვითონ სისხლით არის დაკავშირებული, ასე ვთქვათ, ჰელიოსთან და ეს რა თქმა უნდა ალეგორია, მაგრამ ამ ალეგორიის მიღმა ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, ასე ვთქვათ, კულტურული ნათესაობის ძალიან მაღალი ხარისხი, რომელთაც, ასე ვთქვათ, ეს მეტაფორა გვესაუბრება ამ შემთხვევაში. ჰელინისტური კულტურა და ის წიაღი რაღაცნაირად ჩვენ როგორც სხვას არ გვიყურებს, როგორც თანასწორს ისე გვიყურებს, ხო? პრინციპში ეს რაღაცნაირად ჩანს, იმიტომ რომ მახსოვს ჩვენ როდესაც საუბრობდით, იქ იყო ესეთი მომენტი, ზუსტად მე მგონი როდოსელში არის, როდესაც ბრუნდებიან და მამიდა ხვდება, კირკე ხვდება და თხოვს რომ ხო დამელაპარაკე, ეს რა ქვია, კოლხურად, ხო? და ეს კოლხური ენა იცის, ხო? ნუ იციან რა არის კოლხური ენა, გაგებული აქვთ და ხო. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია როდოსელის ტექსტში, როდესაც იაზონი და მედეა ლტოლვილები მიდიან ამ ზღვაზე არგონავტების გემით, მიადგებიან ისინი კირკუნძულს, სადაც კირკე ცხოვრობს და კირკე ასევე ჰელიოსის შვილია, შესაბამისად აიეტის და აქ ასეთ ფორმულირებას წერს აპოლონიოს როდოსელი, რომ კირკესო მოუნდა მშობლიური ხმა გაეგონაო და მედეამ მას კოლხურ ენაზე მოუყვა თავისი ამბავი. და ეს სახელდება კოლხური ენის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვიცით, რომ ბერძნული ცივილიზაცია განსხვავებულ ენებს, როგორც ბარბაროსულ ენებს უწოდებდა და აქ არის ზუსტად, ასე ვთქვათ, ეს ლიტერატურული შეხვედრა შეიძლება ესე ითქვას, სხვადასხვა ცივილიზაციისა და ლიტერატურული აღიარება განსხვავებული ენისა, როგორც შესაბამისად კულტურულად თანასწორის. და ეს არის ზუსტად აი როგორც დღევანდელი პანელის დევიზი, ერთიანობა მრავალფეროვნებაში, აი ამისი დემონსტრირება, როდესაც ბერძნული ცივილიზაცია განსხვავებულ ენას, არა ბარბაროსულს, არამედ თავისი სახელდებით უწოდებს, კოლხურ ენას უწოდებს, ხო? და აი აქ პრინციპში რომ ბერძნულ ცივილიზაციასთან მიმართებაში რომ გავაგრძელოთ ეს აზრი, როგორც საქართველოს ცივილიზაციური მიკუთვნებულობისა, ამ კონტექსტში ალბათ ვახტანგ გორგასლის ანდერძიც უნდა გავიხსენოთ, რომელიც ბოლო სიტყვებიც იყო, რომ ნუ დაუტევებთ გზას ბერძნებისასა, რომელშიც გულისხმობდა ის უკვე იმას, რომ დიოფიზიტური ქრისტიანობისთვის, რომელიც იყო დასავლური ქრისტიანობის მოდელი იმ პერიოდში, ამისთვის არ უნდა გადაეხვია, ასე ვთქვათ, საქართველოს და აი ეს ცივილიზაციური მიკუთვნებულობა ყურე ამა ქვეყნისა, რომელიც არის მოუცილებელი ნაწილი ამ ცივილიზაციური ველისა, ეს გახდა პრინციპში აი ამ მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული ვახტანგ გორგასლის მიერ გაკეთებული უკვე ცივილიზაციური არჩევანის შემდეგ, რომელიც მან ირანსა და საბერძნეთს შესაბამისად ქრისტიანობას შორის გააკეთა, ფაქტობრივად ის ნიშანსვეტი და ის შესაბამისად განმსაზღვრელი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული იდენტობის საფუძველში დევს. ანუ ჩვენ ყოველთვის დასავლეთს ვირჩევდით. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ნოე ჟორდანიას სიტყვები, რომელიც მან უკვე 1920 წელს წარმოთქვა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს ანტანტის ქვეყნებმა და შესაბამისად ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყოველთვის, როდესაც საქართველოს ჰქონდა არჩევანის შესაძლებლობა, როგორც სახელმწიფოს თავისი, ასე ვთქვათ, აი ამ მრავალჭირნახული ისტორიის მანძილზე, ის ყოველთვის დასავლეთს ირჩევდა, ყოველთვის ევროპულ ცივილიზაციისათვის მიკუთვნებულობას ირჩევდა.
რატო ხვდებით აი იმდენი ტექსტები არსებობს? ძალიან საინტერესო, აგერ ვახსენეთ ევრიპიდე, როდოსელი, კიდევ სხვა რომაული ტექსტები არსებობს და ვოლფი ბოლოს ძალიან საინტერესო, რომელზეც ასევე ვისაუბრებთ, მაგრამ აქ ხვდება ერთი ძალიან საინტერესო ამბავი, რომ ტექსტებში, ასე ვთქვათ, დასასრული ბევრ შემთხვევაში არის სხვადასხვანაირი, ხო? ზოგან ძალიან ტრაგიკული, ზოგან არც თუ ისე ტრაგიკული, პირიქით ძალიან ბედნიერი და რა შეგვიძლია ვთქვათ აი ამ რატომ სხვადასხვა ეპოქაში არის ეს დაწერილი ეს ტექსტები, რას ფიქრობთ აი ამასთან დაკავშირებით, რას გვეტყვით? მაგ თვალსაზრისით საინტერესო არის ესევე ამ მითის ქართული ვერსიებიც შეიძლება ესე ვთქვათ, აი მაგალითად ჭილაძის გზაზე ერთი კაცი მიდიოდა არის არგონავტების მითის ასე ვთქვათ ქართული გადამუშავება, იგივე სანიკიძის ამბავი კოლხი ასულის ასევე ქართულ სინამდვილეში ამის გადამუშავება და ძალიან საინტერესო არის რომ ქართულ სინამდვილეში ეს მითი თავის განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს მე-19 საუკუნეში, როდესაც ფაქტობრივად ოქროს საწმისი ხდება საქართველოსთვის რუსულ იმპერიალიზმთან იდეოლოგიური დაპირისპირების იარაღი, იმიტომ რომ რუსეთი რომელიც მოდის და გეუბნება რომ შენ ხარ ველური კავკასია და შესაბამისად კავკასიისადმი აი ამ კოლონიურ კლიშეს იყენებს, ქართული საზოგადოება, ქართველი ინტელექტუალები ამას უპირისპირებენ ოქროს საწმისის მითს და გზავნილს რომ ჩვენ უძველესი კულტურის ქვეყანა ვართ. ფაქტობრივად აი ეს ისტორია და ისტორიული წარსული, მდიდარი ისტორიული წარსული, ანტიკურობასთან თანაზიარობა ხდება, შეიძლება ესე ითქვას, იარაღი, რომლითაც რუსულ კოლონიალიზმს მე-19 საუკუნეში უპირისპირდება ქართული საზოგადოება და აი ამისი კარგი გამოხატულება არის, როდესაც მე-19 საუკუნის 90-იან წლებში აკაკი წერეთელი მიზნად დაისახავს მედეას პიესის დაწერას. ნუ სამწუხაროდ ეს პიესა არასდროს არ დაიდგა, არ იყო ამხრივ წარმატებული, მაგრამ თვითონ ხედვა მისი მედეას, აკაკის მედეა როგორია, ეს არის გულბრყვილო ქალი, ანუ არა გრძნეული და შესაბამისად ესეთი ეშმაკი, როგორც შეიძლება ეს მითში ყოფილიყო უშუალოდ ბერძნულში, არამედ ეს არის გულბრყვილო ქალი, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი აი ამ დიდი სიყვარულის გამო. და საინტერესო არის ესევე, როდესაც უკვე მე-20 საუკუნეში თეატრალურ სცენაზე იდგმება მედეა და პირველად ამის გადაწყვეტილებას 1962 წელს მიიღებს არჩილ ჩხარტიშვილი. ამას დიდი წინააღმდეგობა ახლავს თან, უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ მაგალითად ვერიკო ანჯაფარიძე დაითანხმონ ამის როლზე, იმიტომ რომ ის იძახის, რომ ასეთ ცუდ პერსონაჟს არ ითამაშებს, ბოლოს მაინც დათანხმდება და ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ ვერიკო ამბობს, რომ ჩემი მედეა ეს არის ის მედეა, რომელიც სიყვარულის გამო ჩადის, დანაშაულს თუკის ჩადის და ეს არის დიდი სიყვარულით, ესე ვთქვათ, გზაგაკვალული ადამიანი ცხოვრებაში. და საინტერესო არის მაგალითად იგივე პრესის გამოხმაურებაც ამასთან დაკავშირებით, როდესაც ჟურნალისტი აღნიშნავს გაკვირვებით, რომ კიო ჩვენ სცენაზე ვხედავთ აი ამ დანაშაულებებს, დავუშვათ, რომელიც არის ქალის ხელით ჩატანილი, მაგრამ როგორც მაყურებელი მას თანავუგრძნობთ და აგრესია იაზონის მიმართ გვიჩნდება, რომელმაც სიყვარულისთვის დაბადებული არსება ესეთი შურისძიების მსახურალ მახვილად აქციაო. და ეგ საინტერესო არის, რომ აი ესეთი, ესე ვთქვათ, გაქართულება, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, ბრჭყალებში აი ამ მედეას ისტორიისა, გასაგებია უფრო შეიძლება პატრიოტული მოტივებით იყოს ახსნილი ქართულ სინამდვილეში, მაგრამ ემთხვევა უკვე მედეას ფემინისტურ წაკითხვას, რომელიც ჩვენ კრისტა ვოლფმა შემოგთავაზა თავის რომანში. იმიტომ რომ კრისტა ვოლფიც ცდილობს, რომ მედეა აი ამ ბრალეულობებისგან გაათავისუფლოს, რომელიც მას საზოგადოებრივი აზრის თუ აი ხმა რაღაც მასზე არსებული მოარული ხმების გამო აქვს მას მიწერილი და კრისტა ვოლფის მედეა ეს არის ქალი, რომელსაც არ მოუკლავს თავისი შვილები, არამედ ეს შვილები კორინთოელებმა ჩაუქოლეს, ეს არის ქალი, რომელსაც არც თავისი ძმა მოუკლავს, არამედ ძმა მამამ მოკლა, რათა თავისი მმართველობა გაეხანგრძლივებია და ასე შემდეგ და ესე შემდეგ. და კრისტა ვოლფი აჩვენებს,
რომ ფაქტობრივად მედიას წარმოადგენს როგორც პროტოფემინისტს, ანუ ქალი, რომელიც ცდილობს პატრიარქალური წესრიგიდან გაიქცეს, გაარღვიოს აი ეს მამის კონტროლით შექმნილი წესრიგი, მაგრამ ის ამ გაქცევისას ისევ პატრიარქალურ წესრიგში აღმოჩნდება, რომელიც შესაბამისად ამ შემთხვევაში უკვე მას ქმრის, ანუ იაზონის სახით ევლინება და რომელიც აი გვაჩვენებს ფაქტობრივად ეს, რომ ქალის პირადი ბედნიერება შეუძლებელია პატრიარქალურ წესრიგის შემთხვევაში. ეს არის ალბათ შეიძლება ითქვას კრისტა ვოლფის რომანის მთავარი გზავნილი და ძალიან საინტერესო არის ის, რომ ამ შემთხვევაში მისი ეს გზავნილიც დაფუძნებულია მედეას ბრალეულობის შემსუბუქებაზე, რაც ქართულ სინამდვილეში ქართველმა ავტორებმა, რომლებიც მედეას შეეხდნენ, ასევე მიზნად დაისახეს. რა არის ყველაზე ნიშანდობლივი ტექსტში, რომელიც შეგვიძლია რომელზეც შეგვიძლია რაღაც აქცენტები გავაკეთოთ? ხო, აქ ამ შემთხვევაში მართლაც კრისტა ვოლფისთვის, როგორც აღმოსავლეთ გერმანელი ავტორისთვის, რომელმაც ეს ნაშრომი ეს თავისი რომანი დაწერა 60-იან წლებში, ცხადი არის, რომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საკითხი იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი და შეიძლება ითქვას, რომ ის მედეას ისტორიას იყენებს იმისათვის, რათა მთელი სიცხადით დაგვანახოს ეს პროპაგანდის ძლიერება, ის რომ პროპაგანდას როგორ შეუძლია შეცვალოს რეალობა, მოახდინოს რეალობის ტრანსფორმაცია და ამ დროს ყველა საზოგადოებაში არსებული ყველაზე უმწეო, ყველაზე დაუცველი, ყველაზე სუსტი, იმიტომ რომ ამ ყველაფერს განასახიერებს მედია, რადგან ის არის უცხო, ის არის მიგრანტი, ის არის ქალი, ხო, ის არის მფარველის გარეშე თავისი ოჯახს მოწყვეტილი, აი ასეთი დაუცველი ადამიანი აქციოს განტებების ვაცად, რომელსაც ყველა ის ბრალეულობა დაბრალდება, რომელიც შესაბამისად საზოგადოების გამოწვევებს უკავშირდება, ხო? კრისტა ვოლფის ცხადია როგორც დიდი მწერალი, მცირე ტრანსფორმაციასაც ახდენს ამ მითისას იმ თვალსაზრისით, რომ იქ მაგალითად კორინთოში აღწერს როგორ დაიწყება შავი ჭირის ეპიდემია, როგორ განკურნავს მედეა ადამიანებს და როგორ დაეხმარება, ესე იგი თავისი ამ მედიცინის სიბრძნით განკურნებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ქალაქი მაინც მას როგორ გამოაცხადებს ამ შავი ჭირის მომტანად და არა შავი ჭირისგან გამათავისუფლებლად, ხო? და ბევრი აი ესეთი ნიუანსია ტექსტში, რომელიც სწორედ გვაჩვენებს, როგორ შეუძლია აზრის მანიპულაციას ადამიანების შეცდომაში შეყვანა, რაც რა თქმა უნდა თავისთავად განსაკუთრებით დღევანდელობაში, როდესაც მასმედია და სოციალური ქსელები ესეთი ძლევამოსილი არაღად არის გადაქცეული და რაც თავარია უკონტროლოი არაღად არის გადაქცეული ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელებს გულისხმობ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ასევე თანამედროვე საზოგადოებისთვისაც, ხო? თავისთავად კრისტა ვოლფისთვის ისევე როგორც პრინციპში მაგალითად მე-20 საუკუნეში ქართველი ავტორებიც ვინც ვახსენეთ, მათთვისაც ეს მითი ხდება ალეგორია, რომლითაც ისინი თავის სათქმელს ამბობენ. და ამ შემთხვევაში კრისტა ვოლფი საუბრობს იმ დიქტატურაზე და ტოტალიტარიზმზე, რომელშიც აღმოსავლეთ გერმანია ცხოვრობდა აი ამ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, ხო? მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს საფრთხეები, პროპაგანდით მანიპულაციის საფრთხეები თანამედროვე სამყაროშიც აქტუალურია, ამიტომ მისი ტექსტი აქტუალურობას ნამდვილად არ კარგავს და დღესაც ძალიან საყურადღებო საკითხავია, მე ესე ვიტყოდი. ქალები ყოველთვის იყვნენ ქართული იდენტობის, ცოდნის, წინააღმდეგობის და კულტურული მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილი. და რაღაცნაირად ჩვენი სურვილი არის, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რომელსაც მე წარმოვადგენ, და აი ამ პოდკასტს ვაკეთებთ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად და რის გამოც ძალიან დიდი მადლობა მინდა ასე ვთქვათ უთხრა ევროკავშირს ამ პარტნიორობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად აი ასეთი ქალებზე საუბარს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი კვალი დაატყვეს, ასე ვთქვათ, ქართულ კულტურას და იდენტობას
და რაღაცნაირად გადასააზრებელი არის მე მგონი, როდესაც საუბრობთ აი მღირებულებებზე, როგორიც არის ოჯახი, როგორიც არის ქრისტიანობა, როგორიც არის ქალი და კაცი, როგორიც არის ევროპა და საქართველო და ასე შემდეგ, აი ეს ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ბევრ შემთხვევაში ჩვენ ასე ვთქვათ, გაუზიარეთ ევროპას და გავხადეთ უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი, რომელზეც დღეს იყო საუბარი, ხო? ალბათ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ქალების წვლილზე ვისაუბროთ